თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკა მწვანეს. რუბრიკაში მწვანებს საუბრობთ ეკოლოგიაზე, მის გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მწვანე, მე ნანა ყავრელიშვილი ვარ, დღეს ჩემთან ერთად ჩემი თანაწამყვანი ნინი გიქოშვილი იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ დღეს აი ამ სტუდიიდან მე და ნინი უნდა ვისაუბროთ ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორც გარემოს დაცვით თემატიკას უკავშირდება. მე ვეცდები, რომ ჩემის მხრივ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სიმპოზიუმთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში ჩატარდა და ის აერთიანებდა სამაგი პლანეტარული კრიზისის ირგვლივ ახალგაზრდების გაერთიანებას და მუშაობას პროტოკოლზე, რომელიც ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას ნიშნავს, ხოლო ნინი თავის მხრივ გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და ამასთანავე გვესაუბრება კლიმატის ცვლილებაზე. ნინი, მოგესალმები და მადლობა, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ დღეს შენთან ერთად ესე თანაწამყვანის როლი მოვირგო და ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და დღესდღეობით მთელს მსოფლიოში და ჩვენი პლანეტისთვის ერთგვარ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთ საინტერესო თემაზე გვიწევს საუბარი. ალბათ მე დამაინტერესებს ის, რომ საკმაოდ დიდი აღმოჩენაა ჩემთვის, რომ პატარა ასაკიდანვე ინტერესდებოდა იმ საკითხებით, რაც არის თუნდაც კლიმატის ცვლილება, რაზეც შემდგომში უნდა გვესაუბრო. შენ როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს ბავშვობიდანვე გქონდეს ცნობიერება მასთან დაკავშირებით და შენ რა მოტივი გქონდა, რომ ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად შეგესწავლა და დღეს თუნდაც ესე სტუდიურად გვესაუბრა ჩვენი მაყურებლებისთვის. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ ეს მოხალისეობრივი საქმიანობა და ყველა ახალგაზრდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთ თემებში ჩართვა და ცნობიერების ამაღლება ერთგვარად, იმიტომ რომ ეს ცნობიერების ამაღლება შემდეგ კარგ შედეგებზე გადის და საზოგადოებაში გავრცელების და ცნობიერების ამაღლების ყველაზე კარგი საშუალება. არსებობს საკმაოდ ბევრი ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებით, ბანაკებით მოსწავლეებს აძლევენ იმ საშუალებას, რომ მიიღონ განათლება, კონკრეტული განათლება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემთვისაც განსაკუთრებით ეს ბოლო წელი, 2025 წელი იყო საკმაოდ დატვირთული ამ მხრივ, იმიტომ რომ ძალიან დავინტერესდი კლიმატის ცვლილებით და მაქსიმალურად ბევრ პროექტში ჩავერთე. გამოვყოფდი ერთ-ერთ ასეთ ბანაკს, ეს იყო მწვანე ბანაკი, კლიმატის ელჩები, სადაც მივიღე მონაწილეობა და ეს ბანაკი იყო დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით და ასევე ტრენინგებით, რომლებმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინეს. აი მე დასაწყისში ვახსენე სამაგი პლანეტარული კრიზისი. რეალურად ამ ტერმინის შესახებ დიდად მეც არ ვიცოდი, იმიტომ რომ აი სიმპოზიუმზე როდესაც გადავალ და ვისაუბრებ, იქ გავხსნი, რომ ერთ-ერთ ტრენინგ კურსზე პირველად გავიგე, თუმცა ის კომპონენტები, რაც ამ სამაგი პლანეტარული კრიზისის ირგვლივ ერთიანდება, ყველასთვის ნაცნობია, თუნდაც კლიმატის ცვლილება, დაბინძურება გარემოში არა მარტო პირობითად წყლის, არამედ ნიადაგის, ჰაერის და ასე შემდგომ და ასევე ბიომრავალფეროვნება. ეს ის საკითხებია, რომლებიც ერთგვარად ერთიანდება და ქმნის იმ სამუშაო კონტენტს, რომლის იგულივადაც უკვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იწყებენ ფიქრს და იწყებენ ამაზე მუშაობას.
საინტერესო იქნება გაგვიზიარო, რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება. შეიძლება ჩვენს ყოველდღიურობაში ამ ტერმინს ვხვდებით, შეიძლება მას ზოგი იცნობს როგორც გლობალური დათბობა და რეალურად აი ბოლო წელს საკმაოდ ვიგრძენით ჩვენ ეს კლიმატის ცვლილება, იმიტომ რომ გაზაფხული გვიან დადგა ჩვენთვის. რაღაცა თითქოს სეზონები აირია ერთმანეთში და აი ზოგი ამბობს, რომ ზამთარი ძალიან ხანგრძლივი გქონდა, ხშირად გამიგია, რომ ჯერ ზამთარი არ დამთავრებულა და უკვე მეორე ზამთარი მოგვადგა, ხო? უფრო გასაგებად რო ავხსნათ, რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს. პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, რომ ახლა ეს კლიმატის ცვლილება თვითონ ეს ტერმინი არის ძალიან გავრცელებული საზოგადოებაში. თითქმის ყველა ადამიანმა არ მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც საზოგადოებაში, რომელსაც ეს ტერმინი ასე ვთქვათ, არ გაუგია. და მასზე რაღაცა წარმოდგენა მაინც არ აქვს შექმნილი. თუმცა ძალიან ცოტა იაზრებს მის მნიშვნელობას და რამდენ დიდი ნიშნულობა აქვს მას არიაზრებენ და გონიათ, რომ ეს არის უბრალო პრობლემა, რომლის წინაშეც დგას საზოგადოება. თუმცა ეს ჩემი აზრით არის ომი საკუთარ პლანეტასთან, საკუთარ თავთან. ან შეიძლება ითქვას, რომ ომი საკუთარი პლანეტისთვის და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ჩვენი ქმედებები ბუმერანგებით გვიბრუნდება უკან. იმიტომ რომ რასაც გავცემთ ჩვენს პლანეტაზე უბრალოდ იგივე შედეგს გვიბრუნებს მერე დედამიწა. იმიტომ რომ თუ პირობითად დავაბინძურეთ გარემო, შემდგომ ეს დაბინძურება აისახება იმაში, რომ დაბინძურებულ წყალს მივირთმევთ. აი მაგალითად თუ დავაბინძურეთ ნიადაგი, მერე ის იმაში აისახება, რომ უკვე ნიტრატებით და რაღაცა დაბინძურებულ პროდუქტს მივირთმევთ, ხო? ანუ რეალურად შეიძლება ითქვას, რომ არ არის პლანეტასთან ბრძოლა, არამედ პლანეტისთვის ბრძოლა. პლანეტისთვის ბრძოლა, მის გადარჩენისთვის ბრძოლა. კი, ზუსტად ესეც ამ ჭრილში შეგვიძლია კლიმატის ცვლილება მიმოვიხილოთ. კლიმატის ცვლილებაში საკმაოდ ბევრი ფაქტორები შედის, აი მაგალითად ყინულის ზნობა, ვულკანის ამოფრქვევა და ასეთი ნიუანსები. შეიძლება ამინდის მკვეთრი ცვლა, როგორც ვახსენეთ, მაგალითად ზამთარზე, რომ ზოგიერთი ამბობს, რომ ძალიან ასე ვთქვათ, გახანგრძლივდა ეს ზამთრის პერიოდი, უკვე შეცვლა დაიწყო ამინდმა, შეიძლება დათბობა მიმდინარეობს და ასე შემდეგ. აი მიმდინარე წელს მაგალითად ივლისის დასაწყისი იყო, რომ ძალიან სიცივეები წავიდა და მაღალმთიან რეგიონებშიც მოთოვა. ეს იყო რაღაცა უპრეცედენტო, პირადად ჩემთვის შეიძლება 10 წლეულებია ესეთი რაღაცა არ გვახსოვს საქართველოში და ესეც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. აქ კითხავ იმას, აი მაგალითად რა ახდენს კლიმატის ცვლილებაზე გავლენას, ხო? ჩვენ დაბინძურება ვახსენეთ და შეიძლება ეს დაბინძურება იყოს თუნდაც ინდუსტრიული წარმოებით, რომელიც გამონაბოლქვი ჰაერში აღიტყორცნება, ასევე მომრავლ და ძალიან ბევრი მანქანა გარემოში, მათი გამონაბოლქვიც ერთგვარად გავლენას ახდენს და დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ალტერნატივას ეძებს. აი თუნდაც ის რომ უკვე ელექტრომობილები არსებობს და საქართველოშიც არის პრეცედენტები, რომ ელექტრომობილები მოძრაობენ. მაგალითად ევროპის ქვეყნებში, სადაც ყოფილვარ, მაგალითად გერმანია, ამსტერდამი ამ ბოლო პერიოდში უკვე ველოსიპედი არის ერთ-ერთი ალტერნატივა, რომელსაც გამოიყენებენ და არის ეს ერთგვარად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიდევნება და მეორეს მხრივ გარემოს დაცვაც. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ აი ამ კლიმატურ ცვლილებაზე რა ახდენს გავლენას? კლიმატის ცვლილებაზე გავლენას ახდენს საკმაოდ ბევრი ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს ადამიანის საქმიანობა პირველ რიგში, იმიტომ რომ რასაც ადამიანი აკეთებს, საკმაოდ მავნებელია ბუნებისთვის და ასეთ ცვლილებებს, მკვეთრ ცვლილებებს ზუსტად ადამიანის საქმიანობა გამოიწვევს. კერძოდ შეგვიძლია მოვიხსენოთ უკვე როგორც ვახსენეთ, ქარხნების მასიური მშენებლობა და ასე ვთქვათ, მის ეს გამონაბოლქვი რაც გარემოში გადის, კი, ასევე გამონაბოლქვი, ავტომობილების გამონაბოლქვი და მისი შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აი პროცედურალურად ეს გამონაბოლქვი რას ახდენს? ანუ რა არის გამონაბოლქვი, რასაც მავნეს ვუწოდებ და რაც რეალურად მე არღვევს პლანეტის ცხოვრებას. ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ ეს ერთ-ერთი მავნე აირი, რომელიც არის ნახშირორჟანგი, CO2, რომელიც მანტიასავით ეკვრვის დედამიწას და მის შედეგად დედამიწაზე ტემპერატურა იმატებს.
რომელიც შემდეგ შეიძლება ეს ტემპერატურა, მომატებული ტემპერატურა, ასე ვთქვათ, გავიდეს კოსმოსში, კოსმოსში გავრცელდეს, თუმცა ის ამ სითბოს ეს მანეირები შთანთქავენ და შესაბამისად უფრო იმატებს ეს ჩვენს გარემოზე ახდენს გავლენას კი ბატონო. აი ყინულის დნობასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ უფრო მეტად, იმიტომ რომ ბოლო ტენდენციები საკმაოდ გახშირდა იმაზე, რომ ჩრდილოეთ პოლუსის ნაწილზე უკვე ბევრი აისბერგების დნობა მიდის და ეს თავისთავად არა მარტო ის რომ წყლის დონე იწევს, არამედ შეიძლება იქ მაცხოვრებელი ცხოველებისთვისაც საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. დღესდღეობით რა სტატისტიკური მონაცემები გვაქვს ამასთან დაკავშირებით? იმითი დავიწყოთ, რომ რადგან ტემპერატურა იმატებს დედამიწაზე, აი ბოლო 150 წელი რო ავიღოთ, 1.5 გრადუსით, ასე ვთქვათ, მოიმატა დედამიწის ტემპერატურა, რომელიც არის საკმაოდ ცუდი შედეგი, რადგან ყინულის მასიური დნობა მიმდინარეობს და შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ვთქვათ, აი მაგალითად წელიწადის დროების ცვლილების მიხედვით მაგალითად, როდესაც ზამთარი მოვა, ისევ გაიყინება ეს ყინული, თუმცა ყოველწლიურად სტატისტიკებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად მცირდება იმ გაყინული წყლის რაოდენობა და შედეგად აქ მაცხოვრებელი, ასე ვთქვათ, ბინადარი ცხოველები საკმაოდ დიდ ზარალს იღებენ, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი ნადგურდება, ხო? ალბათ ერთ-ერთი კიდევ კლიმატის ცვლილების გამოწვევა არის ის, რომ მასიური ხანძრები ჩდება უკვე ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური кейსები გვახსოვს, როდესაც ტყეები დაიწვა და ადამიანების სიცოცხლეც კი შეეწირა, რო აღარ ვთქვათ, ცხოველების სიცოცხლე, რომელ ფაქტებს გაიხსენებდი და ამის საპასუხოდ რა შეიძლება რომ გაკეთდეს? ან რას აკეთებენ? მოვყვან ასეთ მაგალითს, აი 2019 წელი იყო ყველაზე ცუდი, ასე ვთქვათ, მასშტაბურად ყველაზე დიდი ხანძრების პერიოდი. აი ამ წელს 4 ყველაზე დიდი ხანძარი მოხდა დედამიწაზე, ეს იყო ბრაზილიაში, ამაზონის ტერიტორიაზე, ავსტრალიაში, ციმბირის ტერიტორიაზე და კალიფორნიაში და ამას მოყვა საკმაოდ ცუდი შედეგი, აი მაგალითად ავსტრალიის მაგალითზე 1 მილიარდი დაახლოებით ასეთი რაოდენობის ცხოველი განადგურდა, ასევე 25 ადამიანი დაიღუპა და შეეწირა ამ ხანძარს, რომელიც საკმაოდ ცუდია ეხლა საზოგადოებისთვის და ასე ვთქვათ კლიმატისთვის, საცხოვრებელი ადგილისთვის და ასე შემდეგ. ხო. არსებობს თუ არა მაგალითად განახლებადი ენერგიები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ერთგვარად კლიმატის ცვლილებაზე ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს? საკმაოდ ბევრი განახლებადი ენერგია შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად მზის ენერგია, წყლის ენერგია, ქარის და მათი, ასე ვთქვათ, მუშაობით შედეგზე გავიდეთ. საკმაოდ დიდი შანსი აქვს საქართველოს, ასე ვთქვათ, ასეთი ალტერნატივები რომ გამოიყენოს, ხო? იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრგან ხდება უკვე მზის პანელები, რომელსაც ენერგიის გარდასაქმნელად იყენებენ. საკმაოდ კარგი გამოსავალია ერთგვარად რომ გამოიყენო ეს და ენერგიად გარდაქმნა. და ალბათ როგორ ფიქრობ, რა როლი შეიძლება თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ანუ რეალურად ჩვენით იწყება ალბათ მომავალი და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გარკვეულ საკითხებზე რამდენად დიდ ყურადღებას გავამახვილებთ და რამდენად დიდ ინიციატივებს წამოვაყენებთ იმისთვის, რომ მინიმუმ ჩვენ თემში შევცვალოთ რაღაცა. ახალგაზრდების და საზოგადოების ჩართულობა ყველაზე დიდ შედეგს გვაძლევს, მოდი ისიც განვიხილოთ, რომ ასე ვთქვათ, როდესაც ერთი საერთო პრობლემის გარშემო
ბევრი ადამიანი ვერთიანდებით და ვიწყებთ მოქმედებას, საკმაოდ კარგ შედეგზე გავდივართ. შეგვიძლია მოვიყვანოთ ახლა ეთიოპიის მაგალითი, საზოგადოების ჩართულობის შედეგად რეკორდული მაჩვენებელი აჩვენეს ხის დარგვაში ერთ დღეში დაახლოებით 103 მილიონი ხე დარგეს და რეკორდული მაჩვენებელს რადგან მიაღწია მშვიდობის ნობელის პრემია გადაეცათ. ნობელის პრემია გადაეცათ და ეს ერთ-ერთი მიღწევად ჩათვალეს ისტორიაში. აი მეც მინდა საკუთარი მოსაზრება დავაფიქსირო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ვალდებულებაა რომ ეს გავუფრთხილდეთ და ჩვენ უნდა წამოვიწყოთ ჩვენი ინიციატივით, რომ რაღაცაზე ვიზრუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას უფრო უკეთესი პლანეტა დავახვედროთ. მარტო ის არ არის, რომ პირობითად დავსხდეთ და ვისაუბროთ, ამას თავისი ქმედებაც სჭირდება. ალბათ პირველ რიგში საზოგადოებაში რაც საჭიროა, ეს არის ცნობიერების დონის ამაღლება, რომ აღნიშნულ საკითხებზე უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობდეთ და უფრო მეტად ვიყოთ კონცენტრირებულები, რომ მინიმუმ საკუთარ თემში, სადაც ვცხოვრობთ, იქ რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში. აი მაგალითად, ბოლო პერიოდში საკმაოდ გული მწყდება, რომ ესადაც კი წავსულ ვარ რეგიონის მასშტაბით თუ რეგიონის მასშტაბის იქით დანაგვიანება ძალიან ბევრი გვხდება და ეს არის ერთგვარად ალბათ სამუშაო საკითხი, რომ რაღაცა ქცევითი კულტურა უნდა შევცვალოთ და არ არის საჭირო, რომ რაღაცა სიგარეტს რომ მოწევს, ეგრევე ავტობანზე ისროლოს ან გარემოში. უნდა არსებობდეს ამისთვის შესაბამისად ალბათ მშობლის ჩართულობაც, რომ მომავალ თაობებს ასწავლოს როგორია გარემოს დაცვა. ძალიან გული მწყდება, რომ აი ბუნება, რომელიც გვიხარია და ვამბობთ, რომ აი საქართველოში ძალიან მაგარი ბუნება გვაქვს და ამ ბუნებაში გაიხედავ და სადაც ბუჩქნარში იქ პარკებია, იქ სიგარეტის კოლოფები ყრია, იქ ეს ნამწვევი ყრია, ძალიან რთული ახსაქმელია, რომ აი როგორ შეგიძლია ადამიანმა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სადღე გრძელო დალიო საქართველოსი და იმ გარემოს არ გაუფრთხილდე, რომლის გარშემოც ცხოვრობ. ეს ძალიან ესეთი სენსიტიური საკითხია, რომელზეც ალბათ არ ვიცი, ცნობიერის დონეზე გვჭირდება რომ ვიმუშაოთ. ეს უბრალოდ კლიმატის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოთ, ალბათ ჯერ სანამ კლიმატის ცვლილებაზე რაიმე გავლენას მოახდენთ, საკუთარ გარემოზე უნდა ვიზრუნოთ და იმ არეალში, სადაც ვცხოვრობთ. და ეხლა მე მინდა ჩვენ მაყურებლებს და ასევე შენც გაგიზიარო იმ სიმპოზიუმის შესახებ საინტერესო ინფორმაცია, რაც თავში ვახსენე. ეს სიმპოზიუმი ეხმიანება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, რომლის ირგვლივაც არაერთი ქვეყნის ახალგაზრდა მოხალისე გავერთიანდით. ეს ამბავი იწყება 2025 წლის მაისიდან, სწორედ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მხარდაჭერით გაცვლითი პროგრამით ვიყავი სასონხეთში, წახკაძორში ერთკვირიანი ტრენინგ კურსი გავიარეთ სამაგი პლანეტარული კრიზისის ირგვლივ. აი სწორედ აქ დაგავიგე პირველი ტერმინი ეს და აი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სამაგი პლანეტარული კრიზისი სწორედ კლიმატის ცვლილებას, დაბინძურებას და ბიომრავალფეროვნების გამოწვევებს აერთიანებდა და აი ერთკვირიანი ტრენინგ კურსების შემდგომ მონაწილეებს მოგვცეს იმის საშუალება, რომ ჩვენს თემში, ჩვენთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ განგვიხორციელებინა კამპანიები. იმისთვის, რომ რაღაცა ზეგავლენა და ცვლილება მოგვახდინა სასიკეთოდ და აი ჩემი კამპანიაც სწორედ ეხმიანებოდა ბიომრავალფეროვნებას, წლებია უკვე ფუტკართან მაქვს შეხება, შეიძლება არ ვარ კარგი მე ფუტკრა, მაგრამ ვსწავლობ, ყველაფერი სწავლებადია და აღმოვაჩინე, რომ ფუტკარი ეკოსისტემის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასაც კი ეხმიანება. აი წყაროებში ამ ბოლო დროს ამოვიკითხა, რომ 153 ჯერ უფრო მეტ დადებით შედეგს გვაძლევს ფუტკრის არსებობა გარემოში, ვიდრე მხოლოდ თაფლის წარმოება, იმიტომ რომ 80 და მეტი პროცენტი საკვები, რომელიც ბუნებაში იწარმოება, ეს ხილი იქნება ბოსტნეული თუ მარცვლეული, სწორედ ფუტკრების დამტვერიანობაზე არის დამოკიდებული და ასევე აი სასონხეთში ერთ-ერთი მოხალისისგან მოვისმინე, რომ ჩინეთში შექმნეს ხელოვნური ფუტკარი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ის როლი, რასაც რეალურად ბიოლოგიური ფუტკარი აკეთებს, მაგრამ რეალურად ის შედეგი ვერ დადო. ხო, იმიტომ რომ ფუტკარია და მას რობოტით ვერ ჩაანაცვლებ და ამიტომ ავირჩიე, რომ სწორედ გადაარჩინე ფუტკარი, რათა გადარჩეს სამყარო, ეს ყოფილიყო ჩემი კამპანიის ნაწილი.
თან აინშტაინის სიტყვებსაც თუ გავიხსენებთ, შეიძლება ეს ზუსტი ციტირება ვერ მოვახდინო, მაგრამ თუ ფუტკარი გაქრება, ანუ სადღაც 4 წელიწადში ადამიანიც დაიღუპება, იმიტომ რომ როგორც თქვი, საკვების 80%-ის დამტვერიანობა სწორედ ფუტკრის ფრთებზეა დამოკიდებული და ასევე არა ის, რომ თქვათ, გადაშენების პირას არიან, ბევრი გამოწვევა აქვს დღეს ფუტკარს. აი კლიმატის ცვლილება ვახსენეთ და რეალურად ჩვენს რეგიონში თუნდაც იმდენად შეიცვალა ეს პერიოდი, როდესაც მან თაფლი უნდა მოიტანოს და ნექტარი დედამტვერიანობა განახორციელოს, რომ შეუმცირდა საკმაოდ ეს პერიოდი. ამასთანავე, ბევრი პარაზიტები არსებობს მის გარშემო, ვაროა, ტროპილელაპსი, რომელიც მის ბიოლოგიურ სიცოცხლეს ანადგურებს და აი გარემოში ჩვენ და სამწუხაროდ სოფლის მეურნეობაში ბევრ პესტიციდებს იყენებენ, რაც პირდაპირ კლავს მას. და ზოგიერთი პესტიციდი კიდე ისეთია, რომ აი ამ დროს ფუტკარი ბრუდება და ვერ იაზრებს რა უნდა გააკეთოს. ამიტომ ვარჩიე, რომ ჩემი კამპანიაც ამის ფარგლებში ყოფილიყო. ამ კამპანიას მხარს უჭერდა ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრი, ასევე საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი, კავკასია ახალციხის ოფისი და სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობა. სწორედ აი ამ ერთობის ერთ-ერთ წევრ მეფუტკრეს ვთხოვე, რომ შეხვედროდა ახალგაზრდებს, დაახლოებით 13-14 დამსწრე მყავდა. აეხსნა მათთვის ზოგადად როგორია ფუტკრის ცხოვრება, ფუტკრის ბუნება, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რა პროდუქტებს აწარმოებენ და სასწავლო ვიზიტი გქონდა ამ ადამიანის საფუტკრაში, თემო გელაშვილი, მეფუტკრე, რომელიც ასოციაციის წევრიც არის და აჩვენა ის ყოველდღიურობა, რასაც მეფუტკრე თავის საფუტკრეში ახორციელებს და შემდგომში უკვე ვინაიდან ვახსენე, რომ ის პერიოდი შემცირებულია გარემოში, როდესაც ნექტარი უნდა მოიტანა, მას ღალას უწოდებთ და საკვები ბაზად შემცირებული აქვს ფუტკარს, გავაკეთეთ სიტბომბები, ანუ ის მეგობარი ფუტკრის ყვავილების თესლებით ბომბები, რომელიც თემოს საფუტკრის გარშემო გავისროლეთ იმისთვის, რომ ერთგვარად საკვები ბაზა შეგვექმნა ამ ფუტკრებისთვის და სწორედ ამ ბოლო დასკვნითი ეტაპი იყო, რომ საინფორმაციო ბროშურა გაკეთდა, სადაც იმ მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე დავიტანეთ ინფორმაცია და გავავრცელეთ მოსახლეობაში და აი ამ კამპანიის წარდგენა გქონდა სიმპოზიუმზე. საქართველოდან 3 ახალგაზრდა მოხალისე ვიყავით ჩართული, ეს ჩატარდა ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხში და ამასთანავე მეორეს მხრივ უტრეხში არსებობს უნივერსიტეტი, უტრეხის უნივერსიტეტი, რომლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც თავიანთ კვლევას ატარებდნენ აი ამ 3 ძირითად საკითხებთან მიმართულებით და აი ამ სიმპოზიუმზე შევქმნით ერთგვარი დოკუმენტი, პროტოკოლი, რომელიც ევროსაბჭოში უნდა წარსდგეს და უნდა განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები, რაც ეხმიანება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას. ანუ აქ ფაქტიურად სამართლის სტუდენტების ნარკვევები და ჩვენი კამპანიების შედეგების ერთგვარი სინთეზი მოვახდინეთ და შევქმნით დოკუმენტი, უბრალოდ დოკუმენტის ჩარჩა, რომელიც მუშაობის პროცესშია და სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება და ამას უკვე წარადგენენ ევროსაბჭოში, სადაც უკენჭს უყრიან და იმ ცვლილებას განახორციელებენ, რაც ჩვენი ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, არა მარტო ჩვენი, არამედ ცხოველების და იმ ეკოსისტემის უფლებაა, რომ გარკვეულად შევინარჩუნოთ გარემო, შევინარჩუნოთ ჰაბიტატები, ცხოველებს შევინარჩუნოთ ის საცხოვრისები, სადაც ცხოვრობენ. ამიტომ ჩვენ მაყურებლებს სიუჟეტის სახით დავუტოვებ იმ კადრებს, რაც იქ გადავიღე. შეძლებს დაგვარად, იმიტომ რომ არ არის მარტივი, თან იყო ჩართული პროცესებში, თან კადრები აიღო და ასევე მაქვს ინტერვიუები, იქ მონაწილე ქართველი მოხალისეების და მედეუნება თქვენ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდება. ენი ძალიან დიდი მადლობა რომ ესე საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა, იმიტომ რომ გარემოს დაცვის საკითხები იმდენად სიღრმისეულია და იმდენად ბევრ ამას მოიცავს, რომ ესე მარტო უბრალოდ დავსხდეთ და ვისაუბროთ, საკმარისი არ არის. ამას რა თქმა უნდა თავისი ქმედებებით სჭირდება, ელემენტარული ინიციატივა, რომ გარემო არ დაანაგვიანონ, ელემენტარული ინიციატივა იმის, რომ შეიძლება მოხალისეობრივად ჯგუფები შეიქმნას ახალგაზრდების და დასუფთავების კამპანიები გააკეთონ. ანუ ბევრი შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს ახალგაზრდამ იმისთვის, რომ პატარა ზღვაში წვეთი როლი შეასრულოს ჩვენი პლანეტისთვის. და ეგ ზღვაში წვეთიც ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. ცვლილებებისთვის რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ვისმენთ და გვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე.
ნახვამდის. მოგესალმებით ქალაქი უტრეხტიდან, ნიდერლანდებიდან და მიხარია რომ დღეს მე აქ ვიმყოფები და მაქვს იმის საშუალება რომ მოგიყვეთ ახალგაზრდული სიმპოზიუმის შესახებ, ვარ ამ პროექტის მონაწილე და მიხარია რომ 2 დღის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მომიწევს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა. პროექტი ეხება უშუალოდ ჯანსაღ-გარემოში ცხოვრების უფლებას. ეს პროექტი დაახლოებით დაიწყო 2025 წლის მაისიდან, სადაც ერთკვირიანი ტრენინგები ჩატარდა სასამხეთში, კურორტ წახკაძორში და აი აქედან იწყება სწორედ ჩვენი ისტორია, სადაც დაახლოებით 20-დან 25-მდე ახალგაზრდა მონაწილე ვიყავით ჩართული სხვადასხვა ქვეყნებიდან და აი ამ პროექტის ფარგლებში უკვე მოგვეცა საშუალება სამაგი პლანეტარული კრიზისის ირგვლივ ჩვენთვის საინტერესო თემებზე გვეწარმოებინა კამპანიები. რას გულისხმობს სამაგი პლანეტარული კრიზისი? ეს არის ის ძირითადი გარემოს დაცვითი გამოწვევები, რაც დღეს არსებობს პლანეტაზე. ეს არის კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნება და ჩემი კამპანიაც სწორედ ბიომრავალფეროვნების საკითხს ეხებოდა. 2 დღიანი სიმპოზიუმი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მისი ორგანიზატორები არიან ახალგაზრდული და გარემოს დაცვითი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც ქვია Youth and Environment Europe, ასევე სომხური ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია EGVARD Ecological NGO და უტრეხტის უნივერსიტეტის მწვანე ოფისი. აი სწორედ მათი ორგანიზებით დღეს ჩვენ ვიმყოფებით მონაწილეები უტრეხტში. პირველი დღე დაიწყო საკმაოდ ინფორმაციული კუთხით, სადაც დოქტორმა პროფესორმა ჯული ფრეიზერმა გაგვაცნო თავისი კვლევები და მიგნებები აი ამ ჯანსაღ-გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით. ამასთანავე პროექტში ჩართულები იყვნენ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებსაც თავიანთი ნარკვევები ჰქონდათ და მიგნებები და პირველი დღის მეორე ნახევარში ჩვენ უკვე პროექტის მონაწილეებს მოგვეცა ჩვენი კამპანიები გაგვეცნო და წარგვედგინა თუ ჩვენს თემში კონკრეტულ თემაზე რა აქტივობა განვახორციელეთ. წარმოდგენილი იყო 10 კამპანია, მათ შორის 3 კამპანია იყო საქართველოდან წარდგენილი და ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის მე, ჩემი თემატიკაც შეეხებოდა ფუდკრების გადარჩენას, იმიტომ რომ ფუდკრები საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემის ნაწილები არიან და ბიომრავალფეროვნების ნაწილი და კამპანიის სახელწოდებაც იყო ის, რომ გადაარჩინე ფუდკარი, რათა გადარჩეს დედამიწა. ძალიან მალე უკვე ჩვენ მონაწილეები წარმოადგენთ კამპანიებს, როგორც წინაკეთში განახეთ, კედლებზე არის გამოფლული ჩვენს მიერ წარმოებული კამპანიები. ეს არის ჩემი კამპანია. დღეს პირველ ნაწილში სტუდენტებმა თავიანთი სამეცნიერო ნაწილი შეაჯამეს, თუმცა ეხლა უკვე დღეს მეორე მონაკვეთში ჩვენ მოხალისეები წარმოადგენთ ჩვენს მიერ განხორციელებულ კამპანიებს და ძალიან მალე საინტერესო კადრებით დაგიბრუნდებით. მოხარული ვარ, რომ სამივე ქართველის კამპანიამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენი, ესე ვთქვათ, სამუშაო პროცესი პირველ დღეს დაახლოებით აი ასე დასრულდა. ბოლო ნაწილში ჰქონდა პანელური დისკუსია, სადაც ახალგაზრდა ექსპერტები იყვნენ, მოწვეულები და წარმოდგენილები, გარკვეული თემების ირგვლივ მათ თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს. მათ შორის ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა მოხალისეები, ახალგაზრდა ინიციატორები, ასე ვთქვათ, მოღვაწეობდნენ თავიანთ თემებში, გამოახდინონ გარკვეული საკითხების, პრობლემების იდენტიფიცირება და მის ირგვლივ მუშაობა. მეორე დღე უფრო საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ მოგვიწია ერთგვარ დოკუმენტზე მუშაობა. ეს დოკუმენტი 2 ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ნაწილი უფრო სამართლებრივი სახია, სადაც სამართლის სტუდენტების მიგნებების საფუძველზე ხდება ოფიციალური დოკუმენტის და პროტოკოლის შემუშავება, ხოლო მეორე ნაწილი ეს არის ჩვენი 10 კამპანიის მიგნებები, მისი შედეგები, გამოწვევების ირგვლივ საუბარი და სწორედ აი ამ 2 დოკუმენტის სინთეზით უნდა მოხდეს ევროპარლამენტში პროტოკოლის შეტანა, რომლის საფუძველზეც ის ცვლილებები უნდა განხორციელდეს და შეიტანონ დოკუმენტურად აღიარონ, რაც ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას უკავშირდება.
საკმაოდ საინტერესო იყო არა მხოლოდ ის, რომ ესეთი სამუშაო გარემოს ირგვლივ მოგვიწია ჩვენ ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება, არამედ სხვადასხვა ვორქშოპები იყო ჩასმული, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო ის იყო როლური თამაში, სადაც 4 ძირითად წარმომადგენლობით ჯგუფებად გავეყავით, ეს იყო სახელმწიფო, იყო მედია, იყო არასამთავრობო სექტორი და იყო მოსახლეობა, სადაც ზუსტად გარემოს დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებით, პრობლემასთან დაკავშირებით მოგვიწია დისკუსია, მოგვიწია შეთანხმებები, თანამშრომლობა და ერთგვარი დოკუმენტის სიმულაციურად, რა თქმა უნდა, შემუშავება და ამით გაგვიაზრებინა თუ რა პროცესებით ხდება გარკვეულ გამოწვევებზე დისკუსიები, საუბრები და კონსენსუსის მიღწევა. ეხლა კი მინდა რომ ჩვენი ახალგაზრდა ქართველი მონაწილეების კომენტარები მოგასმენინოთ, იმედია საინტერესო კადრები იყო თქვენთვის და მომავალშიც მსგავსი ტიპის აქტივობები, მსგავსი ტიპის პროექტები დაეხმარება ჩვენი გარემოს დაცვას და ჩვენი სამყაროს გადარჩენას სამმაგი პლანეტარული კრიზისის ფარგლებში. და უკვე მეორე დღეა ჩვენ ერთად ვიმყოფებით ქალაქ უთრეხტში სიმპოზიუმზე. რომ გაგვიზიარო ზოგადად შენი კამპანია რას ეხებოდა, ასევე რა მნიშვნელობას ატარებს მსგავსი ტიპის შეხვედრები და ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობა და ემოციები. რა შთაბეჭდილებებით ბრუნდები საქართველოში? კი ბატონო, ჩემი კამპანია ეხებოდა საკვები-ნარჩენებს და კონკრეტული ობიექტები იყვნენ სწრაფკვების ობიექტები, რესტორნები და სასტუმროებიც, ასევე დაახლოებით 2 თვეა უკვე რაც ამ კამპანიას ვატარებ და ეს არ არის დასრულებული კამპანია, როგორც ხედავთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება საკვები-ნარჩენების შესახებ ჯერ ინფორმაციის გაჟღერება საზოგადოებაში და შემდეგ უკვე ამის გამოყენება. აქედან გამომდინარე, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო Instagram გვერდის შექმნა, სადაც ვცდილობ რომ ავამაყოთ ცნობიერება ადამიანებში, კონკრეტულად ახალგაზრდებში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ისეთ პროექტებში, როგორც არის ეს მაგალითად და იმ საკვები-ნარჩენებზე გამახვილებენ ყურადღებას, რაზეც მე მქონდა ჩემი კამპანია. აქ მეორე დღე გვაქვს დღეს, როგორც აღნიშნე, შენც და წარუადგინე ჩემი კონკრეტული კამპანია და ჯერჯერობით შედეგები ვერ გავაზიარე იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვი, ისევ გრძელვადიანია ეს ყველაფერი და ისევ გრძელდება ჩემი კამპანია და საკმაოდ მომეწონა სხვა ადამიანების კამპანიაც და ვფიქრობ, რომ ეს ემოციები, რაც დამიგროვდა ამ 2 თვის განმავლობაში, გამყობა საკმაოდ დიდი ხანი, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ერთმანეთს ვასწავლით, ჩვენ ვსწავლობთ ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ ვცდილობთ, რომ გავაზიაროთ ერთმანეთის ცოდნა და საკმაოდ კარგი მეთოდია სწავლებისთვის ეს ჩემი აზრი. ხო, აი მეორე დღე უფრო და სხვანაირი შემეცნებითი ქონა როლური თამაში, ესეც რომ ავუხსნათ ჩვენ მსმენელებს და ასევე უკვე მუშაობთ დოკუმენტზე, პროტოკოლზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს. ჩვენ მეორე დღე უშუალოდ საკმაოდ დატვირთული გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ ეს, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ჩვენ გვიწევს მონაწილეებს, რომ შევქმნათ კონკრეტული დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც შეეხება უშუალოდ ჩვენ კამპანიებს და მივიღოთ მონაწილეობა რეალურად იმ დოკუმენტის შექმნაში, რაც მართლა იგეგმება და მართლა უნდა შეიქმნას და ჩვენი წვლილი, როგორც ახალგაზრდების, შევიტანოთ ამ პროექტში. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის მადლობა თქვენ. ნინი, დღეს უკვე მეორე დღე გვაქვს ჩვენ სიმპოზიუმზე, საკმაოდ დატვირთული დღე, უფრო მეტად ვორქშოპებით და საინტერესო საკითხებით. რომ გავაზიაროთ ჩვენს მოყურებელს კონკრეტულად ის ირგვლივ მოგვიწია ჩვენ თანამშრომლობა და ეხლა ამ ეტაპზე რის განხორციელებას ვაპირებთ პროექტის ფარგლებში. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მეორე დღე არის ბევრად დატვირთული და ბევრად უფრო საქმიანი იმ კუთხით, რომ თუ გუშინ ჩვენ გავაზიარეთ კამპანიები და ის თუ რა გავაკეთეთ საფულის განმავლობაში, ახლა უკვე გადავედით ქმედებაზე და რას გულისხმობს ქმედება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ახალგაზრდული დოკუმენტი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ან იურიდიული, ან პოლიტიკური დოკუმენტი. ამას საბოლოო სახე უნდა მიეცეს და ამიტომ მხოლოდ ამ სახელს დავაქმევ და ეს ეხება იმას, რაც უკვე რეალურად ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული გვაქვს ქართულ მოსახლეობას, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეს წვდომა, სუფთა და ჯანსაღ გარემოს. თუმცა, იმისთვის, რომ ეს იყოს განსაზღვრული როგორც ადამიანის უფლება და ეს განსაზღვრული იყოს ევროსაბჭოს დონეზე, ამისთვის დამატებითი პროტოკოლი არის საჭირო. და რადგან ევროსაბჭო აღიარებს ახალგაზრდულ ხმას ძალიან მნიშვნელოვნად, შესაბამისად, ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ აქ, რომ შევქმნათ და შევიმუშაოთ ეს დოკუმენტი,
რომელიც დაეხმარებათ მათ დამატებითი პროტოკოლის შემუშავებაში. და საბოლოოდ რო შეგვიძამა აი ეს ფრიანი პროექტი. დღევანდელი დღე იყო კი ძალიან საინტერესო ეგ დამოვიწყოთ თავიდან რომ მეთქვა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთეთ დღეს. მოდელირება გქონდა ევროსაბჭოსი, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. დავიყავით 4 ჯგუფად და ვიმუშავეთ შესაბამისი ორგანიზაციული კუთხით და რას გულისხმობს ეს? მე მაგალითად ვიყავი მთავრობის წარმომადგენელი, იყვნენ მედიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობა. ანუ ყველას ჰქონდა საშუალება რომ თავისი თავი გამოეცხადა სხვადასხვა ჯგუფში და ის თუ როგორ მივდივართ საბოლოო შედეგამდე, მოკლედ ყველა ნაწილზე და ყველა ნაბიჯზე ჰქონდა ამის გააზრების შესაძლებლობა და ძალიან კარგი გამოცდილება იყო ნამდვილად. მადლობა, დიდი წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.